ჯეფრი საქსის ინტერვიუ. ეს ნაწყვეტი ამერიკელი ანალიტიკოსის ჯეფრი საქსის ინტერვიუდან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბატონი ჯეფრი საქსის ინტერვიუ. გავლენიანი ფიგურა არის ჯეფრი საქსი. საგულისხმე რომ ჯეფრი საქსი სიფრთხილეს უკრაინა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა იმედის ექსკლუზივი ლაშა კასრაძის ინტერვიუების სერიაში პროფესორი ჯეფრი საქსი. კიმბერლი ლოუს შემდეგ ქართულმა ოცნებამ გასულ კვირებში კიდევ ერთი გულმხურვალი მხარდამჭერი შეიძინა, რომლის გამოყენებითაც ცდილობს მოსახლეობა საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს. დიახ, ეს არის ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის ყოფილი დირექტორი ჯეფრი საქსი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კიმბერლი ლოუს შემდეგ პროგრესი აშკარაა. პირველისგან განსხვავებით, ჯეფრი საქსი ნამდვილად ცნობილი ეკონომისტი და ადამიანია, რომლის აზრებიც პოპულარული არა მხოლოდ ქართული ოცნების ან მათი მხარდაჭერების რიგებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნოემბერში საქსი სტუმრად გახდა ტაკერ კარლსონთან, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა. მეტიც ერთ-ერთი ასეთი ქსელის მფლობელმა ელონ მასკმა ინტერვიუს ნაწყვეტი საკუთარ გვერდზეც გააზიარა. ბოლო წლების განმავლობაში ჯეფრი საქსი უფრო ხშირად საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობებზე, გეოპოლიტიკაზე, შეიარაღებულ კონფლიქტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ამ კონფლიქტის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე, რაც მისი უშუალო ექსპერტიზის სფერო არ გახლავთ. თუმცა ინტერვიუ, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, ტელეკომპანია იმედზე საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი ანალიტიკოსის ლაშა კასრაძის გადაცემათა ციკლის ფარგლებში გავიდა. დღევანდელ ბლოგში შევეცდებით მოგიყვეთ, რით არის ცნობილი ჯეფრი საქსი, რა პროექტებს უკავშირდება მისი სახელი, რას საქმიანობდა ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რა შეხედულებები აქვს სხვადასხვა საკითხზე და სად ცდება მისი აზრები რეალობას და ფაქტებს. ინტერვიუერმა ჯეფრი საქსის რეგალიების ჩამოთვლას წუთნახევარი მოანდომა, თუმცა გამორჩა, რომ სხვა რეგალიებთან ერთად პროფესორ საქსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსიც აქვს, რომელიც 2019 წელს მიიღო. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების იმდროინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობდა, რომ საქსის მონაწილეობით შემუშავებული გეგმები ინტეგრირებულია ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკაში. სწორედ მდგრადი განვითარებაა ჯეფრი საქსის უშუალო ექსპერტიზის სივრცე, რომლის ფარგლებშიც მან მსოფლიოს ცნობადობა მოიპოვა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკონომისტიც გახდა. საქსის მოღვაწეობის ამ სფეროს ჩვენ ბლოგის ბოლოს განვიხილავთ, თუმცა მანამდე დავუბრუნდეთ იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს. პირველ კითხვაზე თუ რას ფიქრობს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქსი იწყებს ტრუიზმების ჩამოთვლას, რომ კავკასია რთული რეგიონია, რომ აუცილებელია რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა და განსაკუთრებით პერსპექტიულად მიიჩნევს 3+3 ფორმატს. ფორმატი, რომელზეც საქსი საუბრობს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის და ის 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიბადა. აღნიშნულ ფორმატზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ამ კონტექსტში გეტყვით, რომ თავად სახელი 3+3 გულისხმობს, რომ ერთის მხრივ არსებობს 3 დიდი რეგიონალური ძალა, რუსეთი, თურქეთი და ირანი და მეორეს მხრივ არსებობს რეგიონის პატარა სახელმწიფოები, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. ამგვარად რბილად რომ თქვათ, რთული წარმოსადგენია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი სიმეტრიული იქნება არსებული ფორმით. ფორმატი გულისხმობს რეგიონის დომინანტური მოთამაშეების მიერ გავლენების ზონის გაყოფას. ამის უკან კი ამ მოთამაშეების მეტნაკლებად ერთობლივი სურვილია გააინეიტრალონ დასავლეთის გავლენა რეგიონში, რომელსაც ისინი მათი გავლენის ექსკლუზიურ ზონად მიიჩნევენ. საქართველო არ დასწრებია პლატფორმის 3-დან არც ერთ შეხვედრას. აქედან გამომდინარე გაუგებარია თუ საერთოდ საქართველოს წინაშე არსებულ რა პერსპექტივებზე საუბრობს საქსი. ამ კონტექსტში, როგორც ამ ვიდეოში ნახავთ, ამა თუ იმ ერების სუბიექტურობისა და ადგილობრივი კონტექსტის უგულებელყოფა და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დიდ სურათზე ფოკუსირება ჯეფრი საქსისთვის დამახასიათებელი პატერნია. სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ჩართულიყო 3+3 ფორმატის მუშაობაში, მათ შორის ბოლოს 18 ოქტომბერს. მეტიც 2022 წელს გამართულ შეხვედრაზე უარის მიუხედავად წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშაც. წარმოდგენა რომ მქონდეთ ორგანიზაციის ეფექტურობასა და რეალურ მიზნებზე წაკითხავთ მონაკვეთს 2023 წლის შეხვედრის ერთობლივი კომუნიკედან. ხას უსვამთ შიდა დავების მშვიდობიანად გადაწყვეტის მნიშვნელობას, ხას უსვამთ სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის მნიშვნელობას. ნათქვამია რუსეთის მიერ ხელმოწერულ კომუნიკეში, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობით ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
ჩემს უკრაინელ კოლეგებს მე ბევრი წლის წინ ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რომ ამერიკულ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. საქსის ეს ფრაზა იმთავითო გულისხმობს, რომ ბევრად უკეთ იცის ვითარება ვიდრე უკრაინელებმა, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ და ამ ვითარების უშუალო მონაწილეები არიან. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქსი არ არის ერთადერთი დასავლელი ინტელექტუალი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მსგავს პოზიციას აფიქსირებს, რითიც პრაქტიკულად აღღერებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს ომის მიზეზებთან დაკავშირებით. ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში საქსი იმეორებს თავის ძირითად თეზისებს, თუმცა თემაზე გაბნეულად საუბრობს. აქედან გამომდინარე, თვალსაჩინოებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება თუ ამ თეზისებს დავაჯგუფებთ. პირველი თეზისი ეს არის, რომ 1990 წელს დასავლეთი რუსეთს დაჰბირდა, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა. მეორე თეზისი, რუსეთ-უკრაინის ომი ნატოს გაფართოვებამ გამოიწვია. მესამე თეზისი, უკრაინას ნატოში გაწევრიანება დასავლეთმა მოახვია თავს და მალვე მოაწყო 2004 და 2014 წლების რევოლუცია. მეხუთე თეზისი, დასავლეთს ყოველთვის სურდა რუსეთის ალყაში მოქცევა ან განადგურება. დავიწყოთ პირველით. გადააგდეს თუ არა რუსეთი. Надули. Просто нагло обманули. Нас просто водили за нос, обманывали. Нас просто надули. Обманули дурачка на 4 кулачка. Кинули просто. Грубо кинули. ეს რუსული პროპაგანდის გენერალური ხაზია. ამ საკითხზე რეალპოლიტიკამ გასულ წელს ვრცელი მასალაც მომზადა, რომლის მუს აღწერაშიც დაურთავთ. აქ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოს არ გაფართოების შესახებ 1990 წელს ფრაზები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და ჯეიმს ბეიკერს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მართლაც აქვთ ნათქვამი, თუმცა ეს არ იყო არც სიტყვიერი დაპირება, რომელზეც რუსეთი აპელირებს და მით უფრო არც იურიდიული ვალდებულება, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებმა აიღეს. დასავლეთ გერმანია იმ დროისთვის უკვე იყო ნატოს წევრი. სახელმწიფოს მთავარი საკითხი კი გაერთიანების შემდეგ გდრ-ის ტერიტორიის სტატუსი იყო. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირთან. თუმცა რაუთიანი პროცესის შედეგად 1990 წლის 12 სექტემბერს მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ერთიანი გერმანია გახდებოდა ნატოს წევრი, თუმცა შემცირებული სამხედრო პოტენციალით, ხოლო გდრ-ის ტერიტორიაზე არ განთავსდებოდა ნატოს ძალები ან ამერიკული ბირთვული შეიარაღება. შეთანხმების სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა გერმანიისგან საკუთარი 400.000-იანი სამხედრო კონტინგენტის გაყვანისთვის საჭირო თანხები მიიღო. ამ კონტინგენტს საბჭოთა კავშირი უკვე ვეღარ ინახავდა. 1990 წლის კონტექსტში ძალზედ უცნაური იქნებოდა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების საკითხის განხილვა. საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა და მოქმედებდა ვარშავის პაქტი, პაქტი, რომელიც ნატოს საბრძოლოდ შეიქმნა. საკუთარ მემუარებში საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ლიდერი გორბაჩოვი ადასტურებს, რომ გერმანიამ და ამერიკამ სრულად დაიცვა შეთანხმების პირობები. ამ თემაზე გორბაჩოვმა ინტერვიუშიც ისაუბრა, შეგვიძლია მოусვინოთ ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი. კიდევ ერთხელ, დასავლეთს მსგავსი დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა რუსეთისთვის არ მიუცია, მაგრამ ეს რომს დაუშვათ, ნახოთ როგორ იქცეოდა იმავე პერიოდში რუსეთი. 1991-დან 2010 წლამდე პერიოდში რუსეთმა ხელი მოაწერა როგორც მინიმუმ 7 ოფიციალურ დოკუმენტსა თუ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც აღიარებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში და სუვერენიტეტს. აქ ამ დოკუმენტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ. 1991 წლის ალმათას პროტოკოლი, რომლითაც რუსეთმა აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იმდროინდელ საზღვრებში. 1994 წლის ცნობილი ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც უკრაინის საკუთრებაში არსებული ბირთვული იარაღის სანაცვლოდ რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიები სვალდებულება აიღო. 1997 წლის შეთანხმება თანამშრომლობის მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა კიდევ ერთხელ ცნო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულით, ასევე 2003 წლის შეთანხმება აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ზონებისა და სანაპირო ზოლების კუთვნილების საკითხი დადგინდა. 2010 წლის ხარკივის შეთანხმებები, რომლის ფარგლებშიც ყირიმში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის ყოფნის ვადა 25 წლით გახანგრძლივდა. მეტიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ სუვერენიტეტს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე, რუსეთი მისკის შეთანხმებების ფარგლებშიც კი აღიარებდა.
უკრაინა რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, საინტერესოა როგორ მოქმედებდა ამავე წლებში რუსეთი სხვა რეგიონებში, მათ შორის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც ჯერ კიდევ არანაირი ოფიციალური მისწრაფება არ ქონიათ გამოვლენილი ნატოში გაწევრიანების შესახებ. მოვისმინოთ მონაკვეთი რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის ინტერვიუდან. Противодействие этому там в ЦК и в КГБ зародилась идея, что нужно возбудить теперь автономные республики для того, чтобы поставить их перед фактом, особенно, например, грузин, что вы хотите выйти из Советского Союза, а от вас тогда отделится Абхазия, да, или там Южная Осетия. И то же самое Приднестровье и так далее. И это было искусственно создано, потому что, я, например, очень... ეს თეზისი უარყოფს არამხოლოდ რუსეთის მიერ სამეზობლოში წარმოებული იმპერიული ომებისა და კოლონიზაციის ხანგრძლივ და მრავალასწლოვან ტრადიციას, არამედ უბრალოდ ეწინააღმდეგება ფაქტებს და ერთმანეთს ურევს მიზეზს და შედეგს. ეს დაშვება გულისხმობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთი მიზანმიმართულად ამცირებდა რუსეთს, ავიწროებდა მის ინტერესებს. ამგვარად, უსამართლო მოცემულობამ ხელი შეუწყო რუსეთში რევანშისტული განწყობების ზრდას და აიძულა გამოეყენებინა სამხედრო ძალა საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების აღსადგენად. ამგვარი ლოგიკის ეთიკურ და მორალურ საეჭვოებას რომ თავი დავანებოთ, ეს შეხედულებები უბრალოდ არ შეესაბამება რეალობას. პირველ რიგში, მხოლოდ 1990 და 94 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატების განვითარების სააგენტომ რუსეთს 1.4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. გარდა ამისა, დაფინანსდა $500 მილიონ მეტი ღირებულების მოცულობის პროექტები რუსეთის შიგნით. გარდა ამისა, იყო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის დახმარების მაკროფინანსური სუბსიდირების უამრავი პროექტი, რომელთა მოცულობას 10 მილიარდ დოლარს უტოლდება. მხოლოდ 1998 წლის დეფოლტის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთს 11 მილიარდი დოლარი გამოუყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმეს, აქ საქმე კიდევ უფრო უკეთ იყო. 1997 წელს რუსეთის თხოვნით დიდი შვიდიანი დიდ რვიანად გადაკეთდა. იზრდებოდა რუსეთის ვაჭრობის მოცულობა დასავლეთთან და ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში. მეტიც, 2010 წელს რუსეთმა და ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შესახებაც კი დაიწყეს მოლაპარაკებები. იმის თქმა სულაც არ მინდა რომ დასავლეთი უშესტომო იყო. როგორც დრომ გვაჩვენა, დასავლურ დემოკრატიებს რუსეთთან მიმართ მეტი ყურადღებას გამოჩენა მართებდათ. ასევე გაუმართლებელი იყო გადაწყვეტილებები, რომლითაც მათ მიერ დადგენილი წესები დაირღვა, მაგალითად ერაყში შეჭრა. თუმცა შეხედულება რომ რუსეთს ისე ექცეოდნენ როგორც გერმანიას ვერსალის ზავის შემდეგ, უბრალოდ აბსურდია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, წარმოდგენა რომ ეს ამერიკის ინტერესებში იყო, რბილად რომ თქვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის არაერთი ვეტერანი, მათ შორის საბჭოთა კავშირის შეკავების დოქტრინის ავტორი და ძალიან გავლენიანი დიპლომატი ჯორჯ კენანი, ასევე ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში ჯეკ მეტლოკი. ნატოს გაფართოება უფრო სწორად ნატოში გაწევრიანების სურვილი იმ აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების სურვილი იყო, რომლებსაც საკუთარ ტყავზე ჰქონდათ გამოსტილი რუსეთის აგრესიული იმპერიალიზმის შედეგი. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების შესახებ რეალპოლიტიკამ ვრცელი მასალა გასულ წელს მოამზადა, რომლის ბნულსაც ასევე აღწერაში დაურთავთ. პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება სურდათ, რამე თუ გამოსტილი ჰქონდათ ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო მოგვიანებით საბჭოთა ოკუპაციის გამოსტილება. მათ ჰქონდათ შიში, რომ მომდევნო აგრესია რუსეთის მხრიდან მხოლოდ დროის საკითხი იყო. ეს განცდა გამყარებული იყო ისტორიული გამოსტილებით და ამგვარად ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება იყო რაციონალური და სრულიად სამართლიანი. მათ გამოიყენეს შესაძლებლობების ფანჯარა, როდესაც საქართველომ და უკრაინამ დააგვიანეს. ამასთანავე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში და დონბასში, უკრაინა ჯერ კიდევ ნეიტრალური ქვეყანა იყო. ნატოში გაწევრიანებაზე არავის საუბრობდა, როცა დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობდა. მაგალითად 2003 წელს უძო ტუსლას ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც რუსეთის შეეცადა ყირიმთან სახმელეთო კავშირი დაემყარებინა.
ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი არ განიხილებოდა არც 2022 წლის თებერვალში და ამაზე პირდაპირ და საჯაროდ საუბრობდნენ ვლადიმერ პუტინთან ჩასული დასავლელი ლიდერები. როგორც სხვა აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნების შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ რუსეთის მომავალი საფრთხე უბიძგებს და არა პირიქით. ნატოს გაფართოება უბიძგებს რუსეთს აგრესიისკენ. ნატოს გაფართოების საფრთხეზე რუსული პროპაგანდას არაფერი უთქვამს მაგალითად 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს. მაშინ რუსები საუბრობდნენ კუნძულზე მცხოვრები ეთნიკური რუსების დაცვის აუცილებლობის შესახებ. ეს სახელდებოდა ანექსიის მიზეზად. მხოლოდ დროთა განმავლობაში ეს გადაიზარდა გზავნილში ნატოსგან თავდაცვის შესახებ. ამასთან ერთად თუ კი რუსეთისთვის მართლაც შემაშფოთებელია ნატოს გაფართოება, რატომ არაფერი მოიმოქმედა ფინეთისა და შვედეთის წინააღმდეგ, საიდანაც მანძილი რუსეთის უდიდეს ქალაქებამდე ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე კიევიდან მოსკოვამდე. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს არ ჰქონდა ფინეთის ოკუპაციის გეგმა ახლო მომავალში. პუტინის აღქმით, რუსეთი უკრაინის გარეშე რუსეთი არ არის. აქედან გამომდინარე, ისინი არ აღიქვამენ უკრაინას დამოუკიდებელ ქვეყნად და მიიჩნევენ, რომ უნდა მოახდინონ მისი სრული ანექსია, ან როგორც მინიმუმ ის სრულად უნდა კონტროლდებოდეს კრემლის მიერ. ამ კონფლიქტზე საუბრისას არაერთი ანალიტიკოსი უშვებს ერთი და იმავე შეცდომას და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებს ცივი ომის პრიზმაში განიხილავენ, როდესაც არსებობდა მხოლოდ ორი ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ხოლო დანარჩენები მათი გავლენის სფეროებში იყვნენ მოქცეულები. ამ შეცდომას იმეორებს ჯეფრი საქსის, როდესაც დიდი სურათის წარმოდგენის სურვილით წარმოუდგენლად ამარტივებს ძალიან რთულ შიდა თუ საგარეო საკითხებს და უგულებელყოფს ამა თუ იმ ქვეყნის შიდა დინამიკას. ვლადიმერ პუტინის არაჯანსაღი ფიქსაცია უკრაინაზე პირველი ეგრეთ წოდებული ნარინჯისფერი მაიდნის პერიოდიდან იწყება. მოსკოვმა ღიად დაუფარავად ფსონი დადო მაშინდელ პრემიერ იანუკოვიჩზე. კიევში კრემლის მიერ დაქირავებული პოლიტექნოლოგიების არმია დაიძრა. იანუკოვიჩის მიტინგზე ჩავიდა პირადად პუტინიც. გაურკვეველი ნივთიერებებით მოწამლეს იანუკოვიჩის მთავარი კონკურენტი ვიქტორ იუშენკო და სამუდამოდ დაამახინჯეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკელების ჩარევამ კი არ შეცვალა არჩევნების შედეგი, არამედ ორივე მხარემ ფსონი დადო საკუთარ კანდიდატზე, თავის კანდიდატზე. რუსების კანდიდატი დამარცხდა. იანუკოვიჩი დამარცხდა არა ამერიკული ჩარევის გამო და არა იმის გამო, რომ იუშენკოს უკეთესი PR ტექნოლოგიები ყავდა, არამედ იმიტომ, რომ იუშენკოს უკან დგომი შიდა უკრაინული პოლიტიკური და ელექტორალური კოალიცია უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ამას კი თავისი მიზეზები აქვს. ამგვარი გადანაწილების მიზეზი კი თავად უკრაინული პოლიტიკის წყობაშია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან უკრაინაში ელიტების მრავალპოლარული სტრუქტურა ჩამოყალიბდა. ამ მოცემულობაში ეს ელიტური დაჯგუფებები, რომლებიც ძირითადად რეგიონალური პრინციპით იყვნენ დაყოფილები, ქაოტური კონკურენციის მიუხედავად მაინც ახერხებდნენ მშვიდობიან თანაცხოვრებას და მათ შორის ამ პროცესებში ქვედა მასების ჩართვასაც. ერთ-ერთი ასეთი ელიტური დაჯგუფების, ამ შემთხვევაში დონბასის კლანის მჭიდრო კავშირმა მოსკოვთან შექმნა საფრთხე, რომ ეს მრავალპოლარული სტრუქტურა გადაქცეულიყო ერთპოლუსიან მკაცრ იერარქიად და სწორედ დონბასისა და მოსკოვის კლანის ერთპიროვნული დომინაციის არდაშვების სურვილი იდგა პირველი მაიდნის რევოლუციის უკან. დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ნარინჯისფერი რევოლუციიდან 8 წლის შემდეგაც, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში მოსულმა იანუკოვიჩმა კონკურენტი ოლიგარქიული ჯგუფების განადგურება დაიწყო და პარალელურად დაჰყვა პუტინის შანტაჟს და უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამას ცხადია კონკურენტი დაჯგუფებების და რაც თავარია მოსახლეობის ფართო მასების უკმაყოფილება მოყვა, რაც 2014 წელს ღირსების რევოლუციით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჯეფრი საქსი უკრაინის ღირსებას ამერიკის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გაატრიალებად მოიხსენიებს და ამის მთავარ კიცებულებად ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბარს ასახელებს. სატელეფონო საუბარში ნულანდი და რობერტ პიატი ნამდვილად განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასურველ სცენარებს, მაგრამ საუბარი არ არის პირდაპირ დავალებებსა ან დირექტივებზე. მეტიც, ნულანდისა და ელჩის მიერ საუბარში ნახსენები არც ერთი პოლიტიკოსი არ მოხვდა უკრაინის შემდეგ მთავრობის შემადგენლობაში. ეს ორი ეპიზოდი აჩვენებს იმას, თუ რა გამორჩა როგორც საქსს, ასევე მაგალითად ჯონ მირშაიმერს ან სხვა რეალისტებს, ასევე ვლადიმერ პუტინსაც. უკრაინის სუბიექტურობა
ამავდროულად ეს აჩვენებს უკრაინული დამოუკიდებლობის ხასიათს და საკვანძო ნერვს. ეს არის უკრაინის სურვილი არ აღმოჩნდეს მოსკოვის ქვეშ. სწორად ეს ესმის არასწორად ვლადიმერ პუტინს და ამ შეცდომით იყო განპირობებული კრემლის ყოველი მარცხი უკრაინაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინი ვერ უშვებს უკრაინელების თვითყოფადობას, მათ სუბიექტურობას და ყველაფერს რაც უკრაინაში ხდება, დასავლეთის ხრიკება დაღიქვამს. მის წარმოდგენაში ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი იანუკოვიჩის მსგავსად წვრილფეხა ოლიგარქი და ოპორტუნისტია, რომელსაც მხოლოდ პირადი გამორჩენა აინტერესებს. კრემლში მიაჩნდათ, რომ უკრაინა ორ პოლუს შორის მდებარეობს. ერთის მხრივ ლოურ დასავლურ უკრაინული და ხარკოვულ რუსული იდენტობა. წლების განმავლობაში კრემლი სწორედ ამ ხაზებში ცდილობდა ბზარის შეტანას, მაშინ როდესაც უკრაინელების დიდი ნაწილი არც ერთ იდენტობას არ მიაკუთვნებს თავს. სინამდვილეში უკრაინელების უმრავლესობა უფრო მრავალპოლუსიანი ეთნოკულტურული იდენტობის მატარებელია. ამგვარად წლების განმავლობაში კრემლი ცდილობდა უკრაინის საზოგადოების გახლეჩას იმ ნაწილში, რომელშიც ყველაზე მოწყვლადად მიაჩნდა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს იყო უკრაინის საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვანი და მყარი ჯგუფი. ამ ცენტრის მთავარი შემკვრელი იდეა კი კვლავ იყო ძველი სურვილი, არ იყვნენ მოსკოვის ქვეშ. ეს არ არის ანტირუსულობა, როგორც კრემლში ცდილობენ ამის წარმოჩენას. ეს ხსნის უკრაინის თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტებს, მაგალითად სწორედ უკრაინა და არა ბელოვეჟის შეთანხმებები გახდა საბჭოთა კავშირის მესაფლავე. 1991 წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმზე უკრაინელების 90%-ზე მეტმა, მათ შორის ყირიმაც ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამგვარად უკრაინამ ჩამოიშორა და დაშორდა რუსეთს. ამ დაშორების მთავარი მიზანი კი იყო სურვილი აღარ ყოფილიყვნენ რუსეთის და რუსების ქვესახეობა. მალოროსები ან ნედოროსები. კრემლში კი უკრაინელები სწორედ მალოროსებად ან ნედოროსებად მიაჩნიათ. მაგრამ დიდსურათზე ფოკუსირებული ჯეფრი საქსის მსგავს ინტელექტუალებს მსგავსი დადინებები და მოვლენები უბრალოდ არ აინტერესებთ. ისინი არ ადევნებენ თვალს ახალ ამბებს ამ ქვეყნებიდან. მათ არ იციან ამ ქვეყნების ენა. სამყაროს მოძველებული ლინზებით უყურებენ, რომელშიც არსებობს დიდი და ჭეშმარიტად სუვერენული რამდენიმე სახელმწიფო და სხვა დანარჩენები, რომლებიც ამ დიდი სახელმწიფოების გავლენის ზონებში უნდა მოექცნენ. მათი სურვილი და მისწრაფებები კი საუკეთესო შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქსის შემდეგი ფრაზა ინტერვიუდან საქართველოს შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. მალევე ჯეფრი საქსი ისტორიულ წიაღისეულებში მიდის და ამბობს, რომ მიმდინარე კონფლიქტის მიზეზი არა ნატოს გაფართოება, არამედ 130 წლის წინანდელი ბრიტანული იდეაა, რომლის მიზანიც რუსეთისთვის ალყის შემორტყმა და შავი ზღვის აუზიდან გაძევება. ამ კონტექსტში საქსი ყირიმის ომს და ზბიგნევ ბჟეზინსკის ახსენებს. შევეცდებით ორივე რეფერენსი გავარჩიოთ. დასაწყისისთვის ყირიმის ომი რუსეთის იმპერატორმა წამოიწყო. მიზეზი კი ძველი ეგრეთ წოდებული ბერძნული პროექტის დაგვირგვინების სურვილი იყო. რუსეთს სურდა დასუსტებული ოსმალური იმპერიისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტამბოლთან ერთად წაერთმია და ამგვარად დაესრულებინა მესამე რომად ტრანსფორმაციის პროცესი. ამ ფონზე რუსეთი თანამედროვე მოლდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, რამაც განაპირობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჩართვა. ორივე მათგანი ამ დროს ოსმალეთის მოკავშირეები იყვნენ. რუსების დამარცხების შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარები არ დარჩენილან არც ერთ დაპყრობილ ქალაქში და ტერიტორია რუსეთს სრულად დაუბრუნეს. ეს რუსეთს ალყაში მოქცევის რაღაც უცნაური გეგმაა. ამეთანხმებით. რაც შეეხება ბჟეჟინსკის წიგნს, რომელსაც საქსი ახსენებს. იქ არაფერია ნათქვამი რუსეთისთვის ალყის შემორტყმის აუცილებლობაზე ან შავი ზღვიდან გაძევების შესახებ. რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის აღმოსაფრთხებლად ბჟეჟინსკი აქტიურ შეკავებას და ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირებას მოიაზრებს. ინტერვიუს ამ ნაწილში საქსი ამბობს ასეთ ფრაზას. ბუქარესტში სცადეს ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ნატო ხომ ალიანსი არ არის, ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით მდგომი სუსტი ევროპაა. ეს გზავნილი იმეორებს რუსული პროპაგანდის კლასიკურ შინაარს იმის შესახებ, რომ ევროპა არ არის სუვერენული და სინამდვილეში მათ მისაღებ გააწყვეტილებას ამერიკა იღებს. აი მაგალითად რას ამბობს პუტინი ამის შესახებ. Евросоюз окончательно утратил свой политический суверенитет, а его бюрократические элиты пляшут под чужую дудку, принимая все, что им скажут сверху,
причиняя вред собственному населению и собственной экономике. მაგრამ ესეც ცოტა ხნით რომ გვერდზე გადავდოთ, თუ კი ამერიკა ასეთი ყოვლისშემძლე და ევროპა ასეთი უსუსურია, რატომ ვერ შეძლო ჯორჯ ბუშმა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საკუთარი პოზიციის ბოლომდე გატანა? შეგახსენებთ, რომ ბუში ითხოვდა საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის დაუყოვნებლივ მინიჭებას, რასაც გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები შეეწინააღმდეგნენ. სწორედ ამ კომპრომისის შედეგი იყო საბოლოო ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული ვადები და კონკრეტული მექანიზმები. გამოდის, რომ საქსის შეფასებით ამერიკა ერთდროულად ყოვლისშემძლეა, ევროპა კი უსუსური, მაგრამ ამერიკა მაინც ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის გატანას, ესეც სუსტ ევროპასთანაც კი. ბუქარესტის სამიტის შესახებ და ამ დღეს დაშვებულ შეცდომაზე დასავლეთის მიერ რეალპოლიტიკამ ვრცელი მასალა მოამზადა გასულ წელს, რომლის მუცლაც ასევე აღწერაში დავდით. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა: ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. ის გულის ჩვენ შევეცადეთ ჯეფრი საქსის მიერ მოყვანილი ამ ციტატის ორიგინალი გვეპოვა, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად ამის გაკეთება გაგვიჭირდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ჩინურ სახელმწიფო მედიების გარდა ამ ფრაზას მხოლოდ ერთი მოხსენება შეხვდა დასავლურ წყაროებში. ეს 2010 წელს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული ოპედია, რომლის ავტორიც უცნობია. მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ ეს ფრაზა უშუალოდ კისინჯერს არც ერთ ნაშრომსა და წიგნში თუ ინტერვიუში არ ფიქსირდება. როგორც გაირკვა, ციტატას კისინჯერს მიაწერენ, თუმცა აქაც მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც საქსმა ან არ იცის, ან უბრალოდ შეგნებულად ამახინჯებს მის კონტექსტს. საქმე ის არის, რომ ეს ფრაზა უილიამ ბაკლის გადმოცემით კისინჯერმა მასთან სატელეფონო საუბარში 1968 წელს რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაციამდე თქვა. თუმცა ეს თავარი არ არის. კისინჯერი გულისხმობდა, რომ ამ ფრაზაში კისინჯერი გულისხმობდა, რომ ამერიკა თუ არ იმოქმედებდა გადაჭრით და სამხრეთ ვიეტნამის იმდროინდელი პრეზიდენტი ნგიენ ვან თიეუ მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებდა, მსოფლიოში ამას აღიქვამდნენ ისე, რომ ამერიკის მტრობა საშიშია, მაგრამ მეგობრობა ფატალური. ამგვარად საქსის მიერ მოყვანილი ეგრეთ წოდებული ციტატა როგორც მინიმუმ დამახინჯებულია. ამასთანავე საყურადღებოა, რომ საქსის ერჩევითად ეყრდნობა კისინჯერს. ის კვლავ ამბობს, რომ კონფლიქტის გადაჭრის გზა უკრაინის ნეიტრალიტეტზე გადის. ამ იდეას წლების განმავლობაში ემხრობოდა კისინჯერის, თუმცა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კისინჯერი ამბობდა: ამ ომის დაწყებამდე მე ვეწინააღმდეგებოდი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, რადგან ვშიშობდი, რომ დაიწყებოდა ეს პროცესი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს. ახლა, როდესაც ამ პროცესმა ასეთ დონეს მიაღწია, ნეიტრალური უკრაინის იდეამ აზრი დაკარგა. მართლაც, რთული წარმოსადგენია უკრაინის ან საქართველოს ნეიტრალიტეტი, როდესაც ისინი სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან და მათი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები ოკუპირებულია. იმ ფონზე, რომ ამერიკის მეგობრობა ფატალურია, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ეპყრობა რუსეთი საკუთარ მოკავშირეებს. ამისთვის შეგვიძლია გავხსენოთ, შორს არ წავიდეთ და მხოლოდ ბოლო 3 წლის მაგალითები მოვიყვანოთ. მაგალითად, 2020 წელს ყარაბაღის ომის დროს რუსეთს არაფერი გაუკეთებია სომხეთის დასაცავად, რომელიც ოდეკაბეს წევრია და რომლის ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს. უმოქმედება გაგრძელდა 2023 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა სრულად აღიდგინა კონტროლი სეპარატისტულ რეგიონზე. სულ ბოლო მაგალითი კი სირიაა, სადაც პუტინმა ვერაფერი გააკეთა, ან არაფერი გააკეთა საკუთარი მოკავშირის ბაშარ ასადის დასახმარებლად და მეტიც. New York Times-ის ცნობით, ბოლო დღეებში მის ზარებსაც აღარ პასუხობდა. ინტერვიუს მიწურულს საქსი იმეორებს ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ დასავლეთი ეომება რუსეთს უკრაინელების ხელით და რომ ეს ომი ბოლო უკრაინელამდე გაგრძელდება. აი შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო და ვიპოვოთ განსხვავება. Мы уже много слышали, что Запад хочет воевать с нами до последнего украинца. რას ნიშნავს ბრძოლა მანამ საჭიროა, სანამ ბოლო უკრაინელს მოკლავენ? ამის შემდეგ დამახასიათებელი აროგანტულობითა და არნახული თავდაჯერებით, რომელსაც ვიდეოს დასკვნით ნაწილში ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, საქსი ამბობს, რომ მან იცოდა თუ როგორ უნდა აერიდებინა ომი თავიდან და როგორ უნდა შეეჩერებინა ეს ომი უკვე მას შემდეგ, რაც ეს დაიწყო, თუმცა თეთრ სახლში მას არ მოусმინეს. შესაძლოა ჯეფრი საქსმა მართლა იცოდა რაიმე ჯადოსნური რეცეპტი, მაგრამ საინტერესოა, რომ არ იცის, რომ 2022 წლის მარტში რუსეთს უკვე აღიარებული ჰქონდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობა. მოусმინოთ ექსპერტს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2022 წლის მარტშიც კი რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ. უკრაინას არავინ სთხოვდა დონბასის დათმობას. 2022 წლის მარტში კრემლი მხოლოდ და მხოლოდ მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას ითხოვდა. ამ დროისთვის რუსეთს უკვე აღიარებული ჰქონდა დონბასის დამოუკიდებლობა. უკვე გამართული იყო ცნობილი უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომლის ეს კადრებიც მთელმა მსოფლიომ нахა. Значит, в противном случае вы предлагаете начать переговорный процесс? Нет, я... Или признавать суверенитет их? А я говорите прямо. Я поддержу предложение о признании... Поддержу или поддерживаю? Говорите прямо, Сергей. Поддерживаю предложение... Так и скажите, да или нет? Да. Поддерживаю предложение о вхождении Донецкой и Луганской народных республик в состав Российской Федерации. Да, мы об этом не говорим, мы этого не обсуждаем. მეტიც აღიარების შესახებ დუმაში პროექტი თებერვალის დასაწყისში შევიდა. ინტერვიუს ამავე ნაწილში ჯეფრი საქსი ამტკიცებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში შეთანხმებებს მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება ამერიკამ ჩაშალა. დაახლოებით გავს რამეს ამბობს ვლადიმერ პუტინიც, თუმცა ის შეთანხმებების ჩასვლაში გაერთიანებული სამეფოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ადანაშაულებს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჯერ ბელარუსში დაიწყო და მოგვიანებით სტამბოლში გადაინაცვლა. მოლაპარაკებების პროცესში მართლაც იყო გარკვეული პროგრესი. კერძოდ უკრაინამ მზად იყო დათანხმებოდა ნეიტრალიტეტს, დონბასისა და ყირიმის სტატუსის გარკვევის გადადებას, New York Times-ის, Wall Street Journal-ის და Foreign Affairs-ის ავტორების მიერ მოპოვებული დოკუმენტები და მოლაპარაკებების მონაწილეებთან ჩატარებული ათობით ინტერვიუ მოწმობს, რომ პუტინის შეთანხმებების პროცესს დეტალურად ამოწმებდა. ამ პროცესში პუტინის მთავარი მიზანი იყო იმგვარი პირობების თავს მოხვევა, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მოწყვლად და სუსტ სახელმწიფოდ დარჩებოდა, რომლის კონტროლისთვისაც აღარ იქნებოდა საჭირო ახალი სამხედრო ინტერვენცია. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვდა უკრაინის ჯარების შემცირებას, ქვეყნის განკარგულებაში არსებული შორეული შეიარაღებისა და артиლერიის განადგურებას და რუსეთის მონაწილეობას უკრაინული ჯარების განლაგების საკითხში. მიუხედავად ამ მძიმე მოთხოვნებისა, მოლაპარაკებები მეტაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, მათ შორის ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგაც, რომელმაც პუტინის თქმით ჩაშალა მოლაპარაკებები. სინამდვილეში მოლაპარაკებები საბოლოოდ ვლადიმერ პუტინის მიერ წამოყენებულმა ახალმა მოთხოვნამ ჩაშალა. კრემლი ითხოვდა ვეტოს უფლებას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში. ანუ ცეცხლი შეწყდებოდა, თუმცა რუსეთისგან უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს უნდა ჰქონოდა ვეტოს უფლება თუ როგორ და რითი დაეხმარებოდნენ კიევს მისი მოკავშირეები. ცხადია, პროცესში ამერიკელებს და უკრაინის სხვა მოკავშირეებს ჰქონდათ თავიანთი პოზიცია და ისინი უკრაინელებს აფრთხილებდნენ, რომ ამგვარ პირობებზე დათანხმება ცამხრივი განიარაღების ტოლფასი იქნებოდა. უფრო სწორად კი კაპიტულაციის. თუმცა როგორც ჩანს, ეს ჯეფრი საქსისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ინტერვიუს დასკვნით ნაწილში საუბრობს კონფლიქტის გადაჭრის გზებზე, რომელიც გაგიკვირდებათ და თითქმის სრულ თანხმედრაშია ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებთან. მიწურულს ჯეფრი საქსი საუბრობს საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე ჩინეთის სასარგებლო როლზე და აბრეშუმის გზის პოტენციალზე. ეს არც არის გასაკვირი. 2024 წლის ივლისში ჯეფრი საქსმა გამოაქვეყნა სვეტი პრეტენზიული სათაურით უწყვეტი მშვიდობის 10 პრინციპი 21 საუკუნეში. სვეტში ჯეფრი საქსი წარმოადგენს 10 პუნქტს, რომელიც საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია იქნება. ამ 10 პუნქტიდან 5 მისივე თქმით, არც მეტი არც ნაკლები, ჩინეთის კომუნისტური პარტიის 70 წლის წინანდელი მანიფესტიდან ისესხა. აქვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ უკრაინას და საქართველოს საუბრის გარდა ჯეფრი საქსი უარყოფს ჩინეთის მიერ უიღურობის უფლებების დარღვევას, ასევე უარყოფს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე საუბრობს კორონავირუსის ამერიკულ წარმომავლობაზე, რომ ჯონ კენედი ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოკლა. ასევე შეგვეძლო გვეხსენებინა, როგორი იყო ჯეფრი საქსის მუშაობის შედეგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ის ეგრეთ წოდებული შოკური თერაპიის ერთ-ერთი გამოჩენილი ადვოკატი იყო. თუმცა ეს ცალკე ბლოგის თემაა, აქ კი მისი მთავარი პროექტის შესახებ მოგიყვებით.
2005 წელს საქსმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით სიღარიბის დასასრული, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და საქსს კარგ ჰონორართან ერთად როკ ვარსკვლავის ცნობადობა მოუტანა. წიგნში საქსი ადვოკატირებდა, რომ გლობალური სიღარიბის აღმოსაφრლად საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ჯამური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.7%. მეთოდებში საქსი ინოვაციური არ ყოფილა და კვლავ ისეთ გამოსtildeულ ზომებზე საუბრობდა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსავლიან თესლებსა და სასუქებზე წვდომის გაზრდა, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობაზე გაზრდა, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების და წერების საწინააღმდეგო ბადეებზე წვდომის გაზრდა. საქსის მთავარი თეზისი ის იყო, რომ წარსულში მსგავსი მეთოდების წარუმატებლობის მიზეზი მისი არასწორი ადმინისტრირება იყო. ხოლო მისი მეთოდი ამგვარ სისტემურ ინტერვენციებს გულისხმობდა, რომელიც უდაოდ წარმატებით დასრულდებოდა. საქსის იდეა მალევე გახდა პოპულარული მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ წრეებში. საქსს მხარს უჭერდნენ და ფულის შეგროვებაში ეხმარებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ბონო, ანჯელინა ჯოლი. ამგვარად მალევე საქსმა საკუთარი პროექტისთვის, რომლის სახელწოდებაც მილენიუმის სოფლები გახდა, ჯამურად 120 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი კი არც მეტი არც ნაკლები ჯორჯ სოროსმა გამოხვა. ამ თანხის ფარგლებში სუბსაჰარული აფრიკის განსხვავებულ აგროეკონომიკურ რეგიონებში უნდა დაფინანსებულიყო 12 სოფელი, რომლებიც საქსის პროგრამით განვითარდებოდნენ. პროგრამა 10 წელს უნდა გაგრძელებულიყო. საქსის თქმით ეს უნდა ყოფილიყო უბრალოდ სატესტო ექსპერიმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მისი მოდელი მუშაობდა, რაც შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოზე უნდა გავრცელებულიყო. უზარმაზარი სარეკლამო კამპანიის და ფინანსების ხარჯვის მიუხედავად პროექტი რბილად რომ თქვათ ჩავარდა. მათ შორის პროექტს მოგზაურულად აფასებენ თავად საქსის და მისი თანაგუნდელები. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში იყო გარკვეული წინსვლა, განათლების ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის აღმოფხვრვის კუთხით, ეს პროგრესი ბევრად უფრო მცირე იყო დეკლარირებულ მიზნებთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა გახდა. 2013 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა ნინა მუნკმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით ჯეფრი საქსი და მისი იდეალისტი ჯეფრი საქსი და მისი ამოცანა დაასრულო სიღარიბი. ავტორმა საქსთან ერთად მოგზაურობაში 6 წელი გაატარა და დეტალურად აღწერს ეკონომისტის შეხვედრებს სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების ლიდერებთან და მის მოგზაურობებს. ამასთანავე მუნკი დეტალურად აღწერს საქსის მიერ შედგენილი პროგრამის შედეგებს სუბსაჰარული აფრიკის 12-დან 2 სოფელში. მუნკის თქმით, ზოგან მართლაც იყო გაუმჯობესება, მაგრამ სემინდისა და ლობიუს გაზრდილი მოსავალი, თუმცა გზებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში მოსავალი ვერ გაიყიდა და უბრალოდ დალპა. მუნკის თქმით, საქსის გეგმის ნაიურობის შესახებ აფრიკელი ლიდერები თავითვე აფრთხილებდნენ, თუმცა პროფესორი ადგილობრივ აქტორებს და თემის ლიდერების აზრს ყურს არ უგდებდა და ამბობდა, რომ მსგავსი პროგრამები წარსულში მხოლოდ იმიტომ ჩავარდა, რომ თვითონ არ იყო ამ პროგრამების მმართველი. გარდა ამისა, საფუძვლიანი ეჭვები არსებობდა საქსის გუნდის მიერ წარმოდგენილ მონაცემებთან დაკავშირებითაც, რის გამოც სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ს სტატიის შესწორებაც მოუხდა, ხოლო საქსის გუნდის წევრებმა თანამდებობები დატოვეს. საუკეთესო შემთხვევაში მილენიუმის სოფლების პროექტმა ძალიან მოგზაურებული შედეგი აჩვენა და ალბათ სწორედ ამიტომაც აღარ ფიგურირებს ჯეფრი საქსის გამოსვლებში ხშირად. მიუხედავად ამისა, საქსი კატეგორიულად უარყოფს მის ნებისმიერ წარუმატებლობას. ასეთი ქცევის მიზეზად ნინა მუნკი მის მესიანისტურ ხასიათს ასახელებს. ავტორის თქმით, საქსი არასდროს უშვებს, რომ შეიძლება ცდებოდეს. დასასრულს იმედთან ინტერვიუში საქსი ასეთ ფრაზას ამბობს. მე წინასწარმეტყველი ხომ არ ვარ უბრალოდ. ეს კი ნამდვილად არის სიმართლე და ამის დასტურად შეგვიძლია ვნახოთ, რას ამბობდა საქსი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე სულ რაღაც 3 კვირის წინ. From what we can gather of sporadic and of course very incomplete reports, I don't think that this is going to topple Assad. There are reinforcements pouring in from Iraq, probably from Iran, probably the Syrian forces as well internally are regrouping after having been caught by surprise.